ალბათ ასე გააგრძელებდნენ ცხოვრებას გერმანელები კატარინენფელდში 1941 წელს ისინი სტალინს შუა აზიაში რომ არ გადაესახლებინა. თუმცა მათი ქართული ისტორია 1817-1818 წლებში დაიწყო, როცა გერმანელი კოლონისტები საცხოვრებლად ბოლნისში ჩამოვიდნენ. ვინც ჩვენ წინა გადაცემებს თვალყურს ადევნებდით, ალბათ გახსოვთ, რომ ძალიან ლამაზ გერმანულ სოფელში ვიმოგზაურეთ, სადაც არაჩვეულებრივი ადგილები ვნახეთ. საქართველოში დაბრუნებულებს გვითხრეს, რომ ბოლნისში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში იყო გერმანული სოფელი, სადაც გერმანიიდან, ულმიდან გადმოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობდა. მათ აქ ცხოვრების 125 წელი გაატარეს და თავიანთ დასახლებას კატარინენფელდი დაარქვეს. ბოლნისის ერთ-ერთ უბანს დღესაც ჰქვია ეს სახელი, სადაც აქაურები გერმანულ წარსულს განსაკუთრებით უფრთხილდებიან. დღეს ჩვენ სიმბოლურად აქ ვართ და ბოლნისის გერმანულ უბანზე უნდა გიამბოთ. საქართველოს გერმანულ სოფლებს შორის კატარინენფელდი ყველაზე დიდი ქალაქური ტიპის დასახლება იყო. აქ მცხოვრებლებს დღემდე ახსოვთ ამ დასახლების საინტერესო ისტორია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ ბოლნისში, რომელიც გერმანელებმა ფაქტიურად გაალამაზეს, რომლებიც ჩამოვიდნენ 1818 წელს ბოლნისში. ხოლო მანამდე ახლა 1817 წელს ჩამოსახლდნენ საქართველოში, სართიჭალაში დააარსეს პირველი კოლონია გერმანული და შემდეგ უკვე 18-ში ბოლნისში ჩამოვიდნენ. აი ეს შენობა ერთ-ერთი ცნობილი ბილგზმაიერების მეღვინეების სახლია. და ამას ქვია ბაღის ქუჩა, თუ როგორ ეძახდნენ? ბლუმენშტრასე, ყვავილების ქუჩა, დიახ. ყვავილების ქუჩიდან ახლა ჩვენ გადავდივართ წისქვილის ქუჩაზე. ნიუ გრაბენშტრასე, ეს გზა მიდიოდა, ქვემოთ წისქვილი იყო, სულ რამდენიმე წისქვილი იყო მაშავერაზე გერმანელების აშენებული. ქალბატონი ლია ბუბუტეიშვილი 70 წლისაა. აქ არსებული ყველა უბანი და ქუჩა კარგად იცის. ბებია ბაბუასგან გერმანელების შესახებ ბევრი სმენია. ახსოვს, როგორი სიყვარულით იხსენებდნენ მოხუცები გერმანელებთან თანაცხოვრების პერიოდს. სამხრეთ გერმანიიდან, კერძოდ ვიურტემბერგიდან ჩამოვიდა თავიდან 160 კაცი, რომლებიც თავიდან მიწურებში ცხოვრობდნენ, შემდეგ ნახეს, რომ მთლიანად ბოლნისში ძალიან დიდი მუხის ტყე იყო და დაიწყეს ამ მუხით შენება და მეტო გაუძლო 2 საუკუნეს ამ სახლებმა. თუმცა აი ამ სახლების მშენებლობის დროს თუ დაუკვირდებით, ქართულ ფრაგმენტებსაც ვნახავთ. აი ეს რიკულებიანი აივნები და რაღაცა, მაინც რაღაცა კულტურათა შერწყმაც ხდებოდა უკვე იმ დროიდანვე. რომ ნახეს ესეთი ნოყიერი, კარგი მიწა, ძალიან მოეწონათ ეს ადგილი ყველანაირად და ცოტა ხანში ისე აღორძინეს და ისე გაალამაზეს. ამის გარდა ჯარში არ მიყავდათ. ნუ ძალიან დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. როგორც ვიცი, გადასახადებიდან გადასახადებით რელიგიური თავისუფლება მიანიჭეს და რელიგიურადაც ჰქონდათ მათ, ხო, იქ ბრძოლა მიმდინარეობდა, იყვნენ სექტანტები და იყვნენ ლუთერანები. რაც შეეხება სახელწოდებას, რატო დაერქვა ეს სახელწოდება, რომ ეკატერინე დედოფლის საპატივცემულოდ, რადგანაც მის მეფობის დროს დაარსდა ეს და
იქედან იყვნენ ეს შვაბები, ჩამოსახლებულები და მის საპატივცემლოდ დაარქვეს ეკატერინფელდი. თუმცა 1921 წელს გასაბჭოების პერიოდში უკვე შეიცვალა სახელწოდება და დაერქვა როზა ლუქსემბურგის საპატივცემლოდ უკვე ლუქსემბურგი. ხო და მერე დაუბრუნდა ეს მისი სახელწოდება ბოლნისი. სწრაფად ძალიან მოხდა ეს ყველაფერი, ეს მათი დეპორტაცია. ძალიან ცუდი სურათი იყო იმ დროს ბოლნისში. ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი ძალიან დიდი გულის ტკივილით იხსენებდნენ ამ ამბავს ყოველთვის. ზედა ქუჩაზე ცხოვრობდნენ აქ ჩვენები ერთ ეზოში გერმანელებთან ერთად და ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება ჰქონდათ. ციგენგაგელები ცხოვრობდნენ ბებიას ეზოში, პასტორი იყო ეს და ძალიან დიდი და კარგი ოჯახი ჰქონდა. მისი რძალი იყო ახალი ნამშობიარები მეორე შვილზე. უფროსი ყავდა 10 წლის ბიჭი და ბებია ისე წუხდა მათ გადასახლებას დღე და ღამე დამჯდარა და წინდები უქსოვია მათთვის რომ არ გაცივდნენ ამხელა დიდი გზა აქვთ გასავლელიო. როგორც გაიგეს მერე ეს 10 წლის ბავშვი დაღუპულა, გზაში ვერ გაუძლო ამ გზავრობას და ეს მეძუძური ბავშვი გადარჩენილა. კარგი მეზობლობა და მეგობრობა იცოდნენ, ხო? ძალიან. ზედმეტად არავის შეაწუხებდნენ, იყვნენ ძალიან შრომელები. ჰქონდათ შრომის კულტურა, განაწილება დროის. შემდეგ, როდესაც ესენი წავიდნენ, როგორ გაგრძელდა ცხოვრება და რა შეინარჩუნეთ და რაზე გული გწყდებათ, რომ უკვე აღარ არის და დაიკარგა? გადასარევი ინფრასტრუქტურა ჰქონდათ, გოთური სტილის შენობები, გადასარევი. ააშენეს ძალიან ლამაზი პარკი დასვენების, კულტურის და დასვენების პარკი, სადაც საღამოთი იკრიფებოდნენ. დღესაც ბოლნისში ძალიან ბევრ ოჯახში გრძელდება ტრადიცია შვაბური წესით, მაგალითად ვიჩინის გაკეთება. ნამცხრები, აი როგორც ბებია აწყობდა, მაგალითად ჩვენს სახლში ვაწყობთ ამ ნამცხრებს და ძალიან ბევრი რამ შემორჩა. ძალიან ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს კულტურული მემკვიდრეობა და ვამაყობთ როგორც ჩვენი ქართული კულტურით, ასევე ამ დარჩენილი გერმანული კულტურული მემკვიდრეობით. ბოლნისის გერმანული უბანი კატარინენფელდის უძველესი ადგილია და დასახლების მთავარი საკულტო, საზოგადოებრივი და გამორჩეული ხუროთმოძღვრული ღირებულებების, საცხოვრებელი სახლებიც სწორედ აქ არის თავმოყრილი. გერმანელებს ჰქონდათ სახანძრო სამსახური, ორკესტრი, ველოსიპედთა, ტანმოვარჯიშეთა და საფეხბურთოთა გუნდები. მართალია აქ არსებულ ნაგებობებიდან ბევრს პირვანდელი დანიშნულება აღარ აქვს, მაგრამ აქაურები შეძლების დაგვარად ცდილობენ ისტორიის შენარჩუნებას. კატარინენფელდში ევანგელიკურ ლუთერანული ეკლესია 1854 წელს ააშენეს. ტაძარს მაღალი სამრეკლო კოშკი ჰქონდა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია. თავიდან აქ კინოთეატრი, შემდეგ კი სპორტული დარბაზი იყო. დღეს ეს შენობა ასე გამოიყურება და ტაძრის კვალი აქ აღარ ჩანს, თუმცა აქაურებს კარგად ახსოვთ, რომ აქ ულამაზესი ტაძარი იდგა ოდესღაც. გამარჯობა ლეილა. როგორ ხართ? მადლობა, თავად. კარგად, მადლობა რომ დრო დაგვითმეთ.
1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გერმანელი მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლეს. წავიდა ყველა, ვინც არ იყო დაქორწინებული ქართველზე. ლეილა მერაბიშვილი თავისი გერმანელი ბებიის ელენა მაიერის ფოტოებს დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით ინახავს. სამუსიკო სკოლის ფორტეპიანინოს პედაგოგი მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ქართულ გერმანულ კლუბს ხელმძღვანელობს და ცდილობს ორი ქვეყნის მეგობრობის ისტორია მომავალ თაობებსაც გაუზიაროს. მე ვარ ლეილა მერაბიშვილი, ქალაქი ბოლნისიდან, ბებიით გერმანელი, ბებია ჩემს ერქვა ელენა მაიერი, გოტლობის ასული. და შთამომავალი ვარ ერთ-ერთი იმ ოჯახის, რომელიც იყო შვაბენლანდიდან 1817 წელს ჩამოსახლებული იმ დროინდელ კატარინენფელდში. ორი საუკუნია უკვე, ასე ვთქვათ, მკვიდრი ბოლნისელები ვარ. აბა გვიანბე, თქვენი ბებია როგორ მოხვდა ბოლნისში, საქართველოში და შემდეგ როგორ დარჩა საქართველოში, იმიტომ რომ მასობრივი გადასახლება მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და თითქმის არც ერთი გერმანელი აღარ დარჩა ჩვენს მიწაზე. დიდი ხნის ისტორია ქონდა, ეს არის დიდი ბაბუა ჩემი, ელენა მაიერის მამა, გოტლობ მაიერი, რომელიც ერთ-ერთი 300 ოჯახიდან იყო შვაბენლანდიდან, ვუნტერბერგის დასახლებიდან, მუშაობდა აქ, ფაიტონი ყავდა, ემსახურებოდა, რაჭისუბანი ქვეში, ქვია ჩვენ პატარა სოფლებს ბოლნისის მიდამოებში, მისი მეუღლე ასევე მეურნეობაში, ასე ვთქვათ. და შეუღლების შემდეგ 3 ქალიშვილი გაუჩნდა. ეს არის ბებია ჩემი და მისი 2 და. სხვადასხვა ეროვნების, ასე ვთქვათ, მეუღლეები ყავდათ, აზერბაიჯანელი და სომეხი, მოგეხსენებათ, ბოლნისი დასახლება იყო დაკომპლექტებული ინტერნაციონალი, დიახ და არაქართველებით მოკლედ მეუღლეები ყავდათ. ხოლო უკვე როცა გაკულაკების შემდეგ, ანუ კომუნისტების, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირი ჩამოყალიბდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოგეხსენებათ, დაიწყო რეპრესიები, მასიური გადასახლება ბოლნისიდან და ვიცით, რომ ერთ ღამეში ასახლებდნენ, მხოლოდ 2 საათი ეძლებოდათ იმისთვის, რომ ოჯახი მომზადებულიყო და წასულიყვნენ, აბარგებულიყვნენ, ასე ვთქვათ, მიეტოვებინათ მთლიანად თავისი აშენებული სახკარი ყველაფრით, პატარა ტომრებს აძლევდნენ მხოლოდ აუცილებელი, რაც შეიძლებოდა იმ მომენტში თან წაეღოთ და სადახლოსთან, მარნეულთან იყო სატვირთო მატარებლების გზა, ჩაყავდათ იქ და დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ანაწილებდნენ, ვის სად გადაასახლებდნენ. ერთ-ერთი მოხდა ბებია ჩემის ოჯახი, აუხსნელად, ასე ღამის 2 საათზე დაადგნენ სამხედროები, მისცეს რაღაც საათნახევარი მომზადებისთვის და 50 წელს, როცა 1959 წელში ეს დადგენილება დადგა სტალინის გადასახლების შესახებ, 50-ში გადაასახლეს ყაზახეთში. უმძიმესი, რა თქმა უნდა, პირობებით, გზაშიც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სატვირთო მატარებლით, სიცივეში, შემოდგომა იყო გვიანი ვიცით, მამა ჩემი იყო მეორე კლასში. და მთელი სიცოცხლის ბოლომდე იხსენებდა ამ კადრებს, როცა მის თვალწინ გარდაცვლილი ბავშვები იყო აი ამ სატვირთო მატარებელში. იქ მესამე კვირას ჩავიდნენ ყაზახეთში, ტრიალ მინდორში დატოვეს აბსოლუტურად დაუსახლებელ მინდორში და მხოლოდ იმით მივხვდით, რომ შეიძლებოდა მან ცხოვრება მიწიდან კვამლი ამოდიოდა, ანუ მიწის ქვეშა პატარა ეგრეთ წოდებული სლენგს ვიტყვი, ზიმლიანკი. და მიწის ქვეშა პატარა ორმოებში დატოვეს ეს მთელი ათასობით ხო ადამიანები, -30 გრადუს, -50-მდე აღწევდა სიცივე, ყინვა, გაუსაძლისი პირობები, მით უმეტეს აქ დატოვეს ევროპული სტილის ქალაქი, ყველა პირობით, კომფორტით და აღმოჩნდნენ ტრიალ მინდორში აბსოლუტურად გაუსაძლის პირობებში, იქან გადარჩებოდი ან არ. 7 წელიწადი იყვნენ
სტალინის გარდაცვალების შემდეგ 53 წლის შემდეგ უკვე საჩივრები დაწერა ბევრმა ოჯახმა და ითხოვდნენ სასამართლოებს რომ დაბრუნებულიყვნენ და 56 წლის ბოლოს დადგა განაჩენი და გაანთავისუფლეს ბებიაჩემის ოჯახი და დაბრუნდნენ ძალიან მცირედი დაბრუნდა ბოლნისში ერთეულები ძირითადად ყველა გადავიდა იქ სადაც საიდანაც წამოვიდნენ გერმანიაში დაბრუნდნენ ყველა ნათესავი აბსოლუტურად მამაჩემის დეიდაშვილები ყველა გერმანიაში შტუტგარტი რაშტატი შვაბელანში მოკლედ რა თქმა უნდა სახლი ვერ დაიბრუნეს უკვე შესახლებული იყო და სხვა ცხოვრობდა დასავლეთიდან ოჯახი და მისცეს სახელმწიფომ პატარა ორი ოთახი სადაც უკვე თავიდან დაიწყეს ყველაფერი და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მამაჩემი ბოლნისში ჩვენი ოჯახი მოკლედ. ეს თქვენი ბებია? ეს არის ელენა მაიერი. რა საქმიანობდა ქალბატონი ელენა და რა ისწავლეთ მისგან თუ გახსენდებათ? თავისი გერმანული ფესვები ეამაყება. ვიყვება რომ ბებიისგან გერმანული წესრიგი და უგემრიელესი რეცეპტები ისწავლა, რომელსაც ოჯახში დღესაც იყენებს. რა თქმა უნდა პირველ რიგში დისციპლინა ბებიაჩემს ველაპარაკებოდი ბოლომდე თქვენობით და დღემდე გამომყვა პუნქტუალურობა დისციპლინა არ არსებობდა გვეტყოდა 7-ზე სახლში 7-ზე ერთი წუთი არ შეიძლებოდა გადაცილება რა თქმა უნდა ის ადათ-წესები კულინარია მეც ვაცხობ მიყვარს ძალიან ჩემში ერთად ვასწავლი ყოველთვის სადღესასწაულო ფაიფურის ჭურჭელი ვერცხლის დანაჩანგალი ეს ესეთი ტრადიცია ქონდა თუ ოჯახი შევიკრიბებოდით რა მით უმეტეს დღესასწაულებზე ძალიან ხალისიანი ხალხი იყო უყვარდათ გართობა თავის დროზე მუშაობა თავის დროზე რა თქმა უნდა გართობა და კულტურული ღონისძიებები ძალიან მრავალფეროვანი ქონდათ კერძები თუ ტკბილეული უფრო დაახლოებით 10 კერძი მასწავლა რაც მხოლოდ კარტოფილის გამზადდება ძალიან გემრიელი ღვეზელები მაგრამ ტკბილეული შტოლენი მოგეხსენებათ არის საშობაო ნამცხვარი ჩირეულით და ცომით და ადრე არ გქონდათ რა თქმა უნდა ეხლა როგორც გვაქვს თანამედროვე კარაქი და ღორის ქონზე მზადდებოდა თვითონ აკეთებდნენ სახლში საფუარს თავის ხელით ბუნებრივი ყველაფერი მასალით და მახსოვს როგორ საათობით რამოდენიმე დღით ადრე მზადდებოდა ეს საფუარი მერე ცომი სიჩუმეში ბავშვებს იქ არ უნდა გვერბინა სადაც ცომი მოკლედ მზადდებოდა ნამცხრებისთვის ლექუახა ასეთი ნამცხვარია გერმანული უგემრიელესი მე მჯერა რომ ახლა გვიყურებენ და აუცილებლად ნახავენ თქვენი ნათესავები მაინც ამ გადაცემას მოვიკითხოთ აქედან ბოლნისიდან და მადლობა თქვენ რომ ინახავთ ამ ისტორიას უღრმესი მადლობა თქვენ რომ ასეთი ინტერესი გაქვთ და მობრძანდით ჩვენთან კატარინენფელდის ეკონომიკური აღმავლობა უმთავრესად ღვინის წარმოებით იყო განპირობებული. ვაზის გაშენება გერმანელებმა 1820 წელს დაიწყეს ადგილობრივებისგან მიცემული ნერგებით. გერმანელები ქართველებისგან იზიარებდნენ ვაზის ჯიშებსაც და მეღვინეობის გამოცდილებას, მაგრამ ქართული ქვევრი არ მიიღეს და მხოლოდ თავიანთ ტრადიციულ ხის კასრებს იყენებდნენ. ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ მათ შექმნეს მეღვინეობის კერძო კომპანიები და მევენახეობის საზოგადოებრივი მეურნეობა, რა ტრადიციებსაც აქ მცხოვრები ქართველი მეღვინეები დღესაც აგრძელებენ. ამ სახლში გერმანელი მწერალი კატარინენფელდის მევენახე მეღვინეთა გაერთიანება უნიონის დამფუძნებელი იმანუელ ვალკერი ცხოვრობდა. სახლი 1915 წელს აშენდა და ის ქართულ-გერმანული არქიტექტურის სინთეზის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში იყო. 2021-2023 წლებში კომპანია RMG-ს მხარდაჭერით და ბოლნისელი მეღვინეთა ხელშეწყობით ეს სახლი სრულიად აღდგა. ბოლნისი ადგილობრივ მეღვინეთა გაერთიანება ფუნქციონირებს, რომლის დამფუძნებელს ახლა გავესაუბრებით, ბატონი გური გველოდება. ბატონო გურამ, გამარჯობა. როგორ ხართ? მადლობა.
შორიზიდან მომავალო თვალ ჟუჟუნა პატარა ქალო გესტუმრეთ ხო ხედავ შორიზიდან ძალიან მიხარია მე მაინტერესებს ყველაფერი აქ რაც ხდება განსაკუთრებით მეღვინეობის შესახებ იმიტომ რომ თქვენი ასოციაცია როგორც ვიცი რამდენიმე წელია არსებობს და აქ 23 ადგილობრივი ენთუზიასტი მეღვინე არის გაერთიანებული აი რომ გვიამბოთ როგორ გაერთიანდით რამ გადაგაწყვეტინეთ ამ ასოციაციის შექმნა და რა ხდება რა არის თქვენი მიზანი დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ ძალიან მიხარია მით უმეტეს ამ სიშორიდან მე ნანახი მაქვს თქვენი გადაცემები და ძალიან მიყვარს ერთ-ერთი მათგანი რომელიც ულმეშია გადაღებული და იქაურ ცხოვრებას ასახავს ძალიან საინტერესო კავშირი გამოგვივა მომავალში ვფიქრობ იმიტომ რომ აქაური გერმანელები ულმიდან წამოვიდნენ 200 წლის წინ და ეს ძალიან სიმბოლურია რომ დღეს კატერინელფელდში ვიმყოფებით რომელიც დააარსეს ულმიდან ჩამოსულმა ძალიან შრომელმა შვაბმა გერმანელებმა და დღეს ჩვენ მათ ტრადიციებს ვაგრძელებთ ჩვენ ქართულ ტრადიციებთან ერთად. ამიტომ ჩამოვედით სხვათა შორის თქვენთან, იმიტომ რომ ვიცოდით რომ იყო ძალიან დიდი კავშირი. სხვათა შორის ძალიან საინტერესო შეხამება ქართული და ევროპული ტექნოლოგიების, რომელსაც როგორც თქვი ვიყენებთ ჩვენს და ჩვენი ღვინოები ამიტომაც გამოდის ესეთი საინტერესო და წარმატებული, იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა რომ ბოლნისური ღვინოების რენესანსის ეპოქაა ახლა. ვაიმე, რა თამამი განცხადება. ძალიან თამამი განცხადება და არ მეშინი ამის, იმიტომ რომ ესეთი წარსულის მქონე რეგიონს, როგორც არის ბოლნისი და ესეთი ისტორიის მქონე რეგიონს, სადაც აი ამ ხეობაში, მაშავერას ხეობაში არის იმის დამადასტურებელი ფაქტები ნანახი წიფწა, რომლითაც დამტკიცებულია, რომ საქართველოს არის ღვინის სამშობლო და თვითონ საქართველოში ღვინის სამშობლო არის ჩვენი რეგიონი, ბოლნისი, მარნეულის რეგიონი და ძალიან საყურადღებო უნდა გახდეს ეს სოფლიოსთვის, სოფლიო ღვინის ინდუსტრიისთვის, მოყვარულებისთვის, ტურისტებისთვის, რომ ნახონ ის უძველესი ადგილი, სადაც დაიბადა ღვინო, ღვინის ტექნოლოგია და განვითარდა კიდე ეს ღვინის ტექნოლოგია ქართული და ევროპული ერთად. შეიძლება ასოციაციას რო გითხრათ? რამდენი ხანია დიახ დაარსეს? ასოციაციას იდეა გააჩინა ზუსტად ამ ისტორიულმა ამბებმა და ამ სახლის მეპატრონე რომელიც გახდათ ემანუელ ვალკერი ის იყო დამფუძნებელი ასევე გერმანელი საოჯახო მეღვინეების ასევე ენთუზიასტი მეღვინეების გაერთიანების უნიონი ერქვა მაშინ ამ გაერთიანებას რომელმაც ისეთი ერთობა შეკრეს, რომ მოახერხეს ქარხნის აშენება 1908 წელს და ასხავდნენ 1.200.000 ბოთლ ღვინოს, წარმოიდგინეთ 200 წლის წინ ეს ხდებოდა აქ, აი ძალიან დიდი ფუსფუსი იყო ღვინის გარშემო, მევენახეობა განვითარებული იყო, 1700 ჰექტარი იყო, შექმნეს ესეთი უნიკალური ინდუსტრია, მათ ჰქონდათ გასაღების, გაყიდვის სარეალიზაციო ადგილები თბილისში, ასევე ყიდნენ რუსეთის იმპერიაში მაშინ და გერმანიაში რაც თავარია და ექსპორტის წარმატებული იყო. აი ყველა ამ ისტორიამ და ჩვენი ძველი ქართული ტრადიციულმა ისტორიამ, რომელიც ქოევის ღვინის წარმოებას გულისხმობს, ეს გვაძლევდა мотивაციას, რომ ჩვენც რომლებიც ოჯახებში ისედაც ვამზადებთ ღვინოს, ყველა ოჯახი ახლა ბოლნისში ამზადებს ღვინოს და ეს არის 550 მწარმოებელი მევენახე მეღვინე, რომელიც ბოლნისში საოჯახო მეღვინეობას ეწევა და ღვინოს მოიხმარს თავისი საჭიროებისამებრ და ჩვენ გადავწყვიტეთ ესეთი ისტორიის გამო, რომ ჩვენც დავიწყო ბოთლებში ღვინის ჩამოსვლა და ეს დავიწყეთ 10 წლის წინ ზუსტად. უნიკალური ფახვერკის სტილის მარანი, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია კატერინელფელდში, ქვემო ქართლში საერთოდ არის სამი ესეთი გამოყოფილი, გამოკვეთილი ძირძველი რეგიონი, ეს არის მარნეული, ბოლნისი, თეთრი წყარო, კონკრეტულად ასურეთი, სადაც უნიკალური
ჯიშის ყურძნები მოდის, რისგანაც ჩვენ ვამზადებთ ღვინოებს და ეს ჯიშები გახლავთ უკვე საქვეყნოდ და მსოფლიოში ცნობილი ქართული ჯიშები ბოლნისისთვის ეს არის ქაწითელი, გორული მწვანე და ჩინური თეთრი ყურძნიანი ჯიშებისგან და შავყურძნიანი ჯიშებისგან ეს არის საფერავი ჩვენი საამაყო ჯიში, ალადასტური, შავკაპიტო და თავკვერი. ბევრი რო არ მომივიდეს საუბარი, უნდა გავსინჯოთ აუცილებლად. აბა რომელ კავშირზე ლაპარაკობდით ახლა ჩვენ. ხო და აი ხო. ქაწითელი. აი რო გაგვასინჯოთ? კი. ხმენც შეურიეს გერმანელებმა და გამოვიდა შესანიშნავი ნაზავი. ის გემო ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს რო ვიცოდით თეორიულად, ჩვენს გავიმეორეთ ეს ტექნოლოგია, დიახ. ტექნოლოგია. აბა შედეგი რო გვაჩვენოთ, როგორი გამოვიდა ეს ყველაფერი. თუ როგორი გამოვიდა, ახლა გავსინჯავთ და გაგიზიარებთ ჩვენს მოსაზრებას. დავარქვით Enfant, ესეთი სახელი. Enfant, რას ნიშნავს? Enfant ერქვა იმ გერმანელების ღვინის მაღაზიას, რომელიც თბილისში მდებარეობს. ფრანგული სიტყვა და ნიშნავს პატარა გოგონას და იგულისხმებოდა პატრონისგან, რომ მას ჰქონდა მაღაზიათა ქსელი და ეს იყო შვილობილი კომპანია და ეს სახელი ძალიან მოუხდა ღვინოსაც და ჩვენ ღვინოს, ეხლა რომელშიც არის ქაწითელი და რისლინგი, თანაბარი პროპორციით დავარქვით Enfant. ეს არის ანუ უკვე 4 წლის დაძველებით დამტკიცდა რომ ესე იგი ჩვენი ღვინოები შესაძლებელია დაძველდეს, წარმატებით დაძველდეს. აბა მოვიმარჯოთ მოკლები. მოიცა. ეს იყოს თქვენი დიდი. ქარვისფერი გამოვიდა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ტექნოლოგია ქარვისფერი საერთოდ ყველა ფიქრობს, რომ ქვევრის არის. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ქვევრის ღვინო არ არის. ეს არის ჩვენი ბოლისული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო, რომელიც გულისხმობს დუღილს და ფერმენტაციას მუხის დიდ ჩანებში 2-4 კვირის განმავლობაში ჭაჭაკლერთან ერთად და ღვინო გამოდის ქარვისფერი. ზუსტად ეს არის ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი, რომ ჩვენი ღვინოები მზადდება მუხის კასრებში. ჩანებში და ინახება კასრებში, ხო? მე ინახება კასრებში ამ ბუნებრივ ტემპერატურაზე, სადაც არ აღემატება 16-18 გრადუსს. გაუმარჯოს ულმეს და კატრინენფელდ. გაუმარჯოს და დარწმუნებული ვარ ამ სადღე გრძელოს. აი უკვე ძალიან მალე აი გერმანიაში გააჟღერებთ ჩახვალთ ულმში. ნახავთ, დაგვავიწყდა ყველაზე მთავარი ამბავი. ჩვენი დოქი. ეს გახლავთ ზოომორფული ფორმის ღვინის დოქი, რომელიც ბოლნისში აღმოაჩინეს 1962 წელს, როდესაც რკინიგზა გაყავდათ. როდესაც გამოიკვლიეს ასაკი, ეს დოქი აღმოჩნდა ანტიკური ხანის. და გაოცდა სულ ყველა, რომ ესეთი ფორმის დოქი არავის არ ქონდა არსად ნანახი. ჩვენ გავაკეთეთ ასლი და საკპატენტმა დაარეგისტრირა როგორც განსაკუთრებული დიზაინის მქონე ჭურჭელი და როდესაც გამოკვლევა მოხდა ამ ჭურჭელის, სოფლიოში არსად არ არის ესეთი დოქი. ეს არის ერთადერთი დოქი, ესეთი ფორმის, იხვისებრი ფორმის დოქი, რომელიც პროტოტიპია ქოჩორა ყურყუმელა, ესეთი იხვი არსებობს, ქართული სახელწოდება ქოჩორა ყურყუმელა და ეს ქოჩორი აქ არის გადმოტანილი დოქში და ტექნიკურადაც ძალიან ადვილი დასასხმელია ღვინო და აქედან მithmეული ქართულ გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო Enfant-ი წაგიყვანთ და დაგაბრუნებთ 2600 წლის წინანდელ ეპოქაში. აი, ქოჩორა ყურყუმელა გიმასპინძლებათ. ნახეთ, დახუჭებთ თვალები და წაბრძანდით 2600 წლის წინანდელ ეპოქაში. ფლატნო წამიყვანთ, გადაცემა მაქვს გადასაღები. ძალიან დიდი მადლობა. გაგიმარჯოთ. ბატონო გური, ამ ყველაფრისთვის, მასპინძლობისთვის მართლაც
საოცარი ისტორია გვიამბეთ. გვიამბეთ. ეს თქვენ საჩუქრად თქვენ გადაცემას. ვაიმე რა მაგარია. საჩუქარიც დავიმსახურეთ. მადლობა თქვენ მასპინძლობისთვის, მადლობა რომ ესეთ კარგ საქმეს აკეთებთ. ჩვენ გავაგრძელებთ დათვალიერებას ცოტა დრო გვაქვს და ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებით. კი, რა თქმა უნდა. კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. წინაპრების ისტორიების გამოსაკვლევად და საქართველოს საინტერესო ადგილების სანახავად ბოლნის დღეს უკვე ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი სტუმრობს. სტუმართა შორის უმეტესწილად არიან გერმანელები. ისტორიიდან გამომდინარე ბოლნისი ტურისტებისთვის უკვე საინტერესო ლოკაცია გახდა. კატარინენფელდის ისტორიიდან გამომდინარე ბოლნისი ტურისტულად სულ უფრო ვითარდება. შესაბამისად, აქ უკვე არაერთი სასტუმრო თუ მოსასვენებელი სივრცე გაიხსნა. ალმენდიგერი ეს არის ერთ-ერთი ძალიან კომფორტული და საინტერესო ისტორიის მქონე სასტუმრო, სადაც ტურისტები სხვადასხვა კუთხეებიდან ხშირად ჩამოდიან. საბა გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად თავად? კარგად, მადლობა გესტუმრეთ. ჩამოგაკითხეთ ბათუმიდან და გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, ამ კუთხის ისტორიაც და გვაინტერესებს თქვენი ამ ულამაზესი სივრცის ისტორია, იმიტომ რომ როგორც ვიცი, სახელწოდება აქვს, ასე ვთქვათ, გერმანული, ერთ-ერთ გერმანელის გვარს ატარებს თქვენი სასტუმრო. რომ გვიამბოთ, როდის გაიხსნა პირველ რიგში და რა ისტორიის მატარებელია. სასტუმრო ფუნქციონირებს უკვე 1 წელია. ალმენდიგერი გახდათ აგრო მევენახე, რომელმაც პირველმა გახსნა ბოლნისში სასტუმრო და ჩვენ შევეცადეთ, რომ გავაგრძელებინა ეს ტრადიცია და გავყოლოდით იგივე გზას. სტუმრები საიდან გსტუმრობენ? თუ ყოფილან გერმანელები, მაგალითად, აი გერმანიიდან რომ ჩამოსულან და დარჩენილან თქვენთან, სახელწოდებაც ალბათ მოუკითხავთ და რაღაც ძალიან ხშირად უფრო გერმანელები გსტუმრობენ, ყავდა ალმენდინგერის შთამომავალი. კი, ბატონო, წინა წელს იყო ჩამოსული. ასევე ყავს ქართველი დამსვენებლები, არიან ყაზახები. მრავალფეროვნებას არუჩივით მაგხრივ. რამდენი ნომერი გაქვთ და რას თავაზობთ აქ? სასტუმროში გვაქვს 12 ნომერი. გვაქვს საკონფერენციო სივრცე, გვაქვს რესტორანი, გვაქვს ვერანდა, გვაქვს იზოლირებული პარკინგი. ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანი ჩამოვიდეს ბოლნისში, დატკბეს აქაურობის ისტორიით და რა თქმა უნდა, დაისვენოს კომფორტულად. კი, ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, ჩვენ გავაგრძელებთ ამ კუთხის დათვალიერებას, თქვენ კი ბევრ სტუმარს გისურვებთ და თქვენი სივრცის უფრო გაფართოვებას. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. იოანე ბოლნელის საპატრიარქო გუნდის ფოლკლორული ანსამბლი 8 წელი არსებობს, სადაც ბავშვები ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას ცდილობენ. ამჟამად ჩვენს წინაშე 25 ბავშვია წარმოდგენილი, რომელთა მიერ შესრულებული სიმღერა განსაკუთრებული მოსასმენია. გამარჯობათ ბავშვებო, მოგესალმებით. როგორ ხართ? პირველ რიგში გვაინტერესებს და რა შურებით, როგორ მიმდინარეობს თქვენი ფოლკლორული ცხოვრება?
მოგესალმებით. ჩვენ ვართ ბოლნისის ეპარქიიდან, საპატრიარქოს სკოლა ბოლნისში, იოანე ბოლნელის სახელობის. თქვენ წინაშე არიან ჩვენი სკოლის ქართული ხალხური სიმღერის გუნდი. ჩვენ ვართ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულება სკოლა, სადაც 8 წელია უკვე ჩამოყალიბდა გუნდი. ამჟამად თქვენ წინაშე არის უფროსი თაობა. ამდგარდა სკოლაში კიდევ 50 მოსწავლე ეუფლება ქართულ ხალხურ სიმღერას. 50 მოსწავლე ცდილობს შეიყვაროს ქართული ხალხური სიმღერა, პატივისცეს ჩვენ ქვეყნის ტრადიციას, კულტურას და მისი პოპულარიზაცია გაწიოს არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და თქვენს წინაშე არსებული გუნდი არაერთი კონკურს ფესტივალის გამარჯვებულია, არაერთი კონკურს ფესტივალის მონაწილეა. სულ ეხლა ხანს მოვიდა მოწვევა და უახლოეს დღეებში ჩვენ ალანიაში მივდივართ სწორედ კონკურს ფესტივალზე და მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო. აუცილებლად წარმატება ბავშვებს. მე დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ბოლო და კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევთ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ბავშვები არიან, ძალიან კარგად მღერი ხართ და რაც მთავარია, ემსახურებით ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას, რაც მისასალმებელია და გვაინტერესებს ახლა რა შეგვისრულებთ, რა მოგვიმზადეთ და რას უნდა დაელოდოს ჩვენი მაყურებელი. ახლა თქვენს წინაშე წარდგებიან მოხეული შაირებით. სიამოვნებით მოვისმენთ მოხეურ შაირებს. აქედან გაზაფხულამდე მამინდება გელოდინი დასვოდე დაიძინოდე დაიგეჭირის ლოგინი დასვოდე დაიძინოდე დაიგეჭირის ლოგინი დასვოდე დაიძინოდე დაიგეჭირის ლოგინი ეთრი ვარ თესა მინდორში თესა დავიდი გავაკარავსა შენ განადაცუნებული ხეიზარ მიუსემ სალამსა შენ განადაცუნებული ხეიზარ მიუსემ სალამსა შენ განადაცუნებული ხეიზარ მიუსემ სალამსა მაღალი თიდა ხოხობი არწივს გადუხდა მუდიდან მაშინ მოგიკვდება ჟაუდა თუ ამაგიღე გულიდან მაშინ მოგიკვდება ჟაუ თუ ამაგიღე გულიდან მაშინ მოგიკვდება ჟაუ თუ ამაგიღე გულიდან აქედან და შენამდე ვარდი მასია ყელამდე დედაიკი და მიძახებდე და სუფრენით მოვალ შენამდე დედაიკი და მიძახებდე სუფრენით მოვალ შენამდე დედაიკი და მიძახებდე სუფრენით მოვალ შენამდე დამიპატიჟა მოხევე წოდიშა მიწოცვრიანი უყვარს მოხევე საერთოდ და სტუმარის ვინდისიანი უყვარს მოხევე საერთოდ სტუმარის ვინდისიანი უყვარს მოხევე საერთოდ სტუმარის ვინდისიანი შემდეგ შაბათს ჩვენ ვესტუმრებით ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და გერმანულ ლურჯსახარშს. დავათვალიერებთ უძველეს ღვინის სარდაფს და გაგაცნობთ ადგილობრივ მეღვინეებს. გაგიზიარებთ გერმანული კერძის მომზადების რეცეპტს და მოვისმენთ სხვადასხვა თაობის მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერას. მაშასე, მომდევნო შაბათს ჩვენი მასპინძელი ისევ ბოლნისია.